რა არის შენთვის ქსელური მარკეტინგი? დისტრიბუტორები, კატალოგები თუ ხელში ბანაჩკებით? არც ერთია და არც მეორე. თუ შენთვის პირამიდა, სადაც გეტყვიან ფულს ჩაადებ, შენ არაფერს გააკეთებ და ფული თავისი თავზე დაგეყრება. თუ გეუბნებიან ფული უნდა ჩაადო, პროდუქტი შეისყიდო, ცალკე საწყობის სახში გქონდეს და თვითონ გაიყიდება. არაფერი თავისით არ იყიდება, ხო და მეთანხმები. ეს ან გაყიდვებია, ან ემბლემის სისტემაა და ქსელური მარკეტინგთან მას კავშირი არ აქვს. კიოსაკის საქსესის წიგნი დაწერილი 21 საუკუნის ბიზნესის ქსელური მარკეტინგია და ტრამპიც ამას ამბობდა, რომ თუ კიდე ერთხელ გავკოტრდი, დავიწყებ მუშაობას ქსელური მარკეტინგით. ქსელური მარკეტინგი ჩემთვის განსაკუთრებული კომპანიაა. მთელი ქსელით ოფისების დედამიწაზე, 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებით, საერთაშორისო სახლიდან გაუსვლელი ბიზნესით, გუნდური მუშაობით, მაგრამ მერწმუნედ ყველაზე მთავარი არის იპოვო ძალიან კარგი წინამძღოლი, ხო? როგორც აი უდაბნოში რო წახვიდე, წინამძღოლის გარშე წახვალ, ზუსტად იგივეა ქსელურ მარკეტინგში, ჩვენი კოუჩი, ჩვენი სპონსორი, ხო? მან უნდა გვასწავლოს ეს როგორ ვაკეთოთ, მას უნდა დაუჯეროთ, იმიტომ რომ ხანდახან გადაწყვეტებიც გვექნება, ხანდახან დეპრესიაც გვექნება, მაგრამ მან უნდა წამოგაყენოს შორენა, გამოგივა. ანუ ჩემთვის ახლა სულ სხვა რამეა. ქსელური მარკეტინგი ეს არის ღონისძიება შინ თუ გარეთ. ეს არის ურთიერთობა წარმატებული მსოფლიო დონის ეწევიკებთან. ისეთებთან, რომელსაც უზარმაზარი ორგანიზაციები აქვს, ზოგიერთი ტრადიციული ბიზნესიდან მოვიდა. ასეთები რო იწყებენ და დღეს ტოპ ლიდერები არიან კორა კლუბის. ქსელური მარკეტინგი ჩემთვის სხვა და სხვა რჯულის ადამიანებთან ურთიერთობა. პრეზიდენტთან რო დადგები და ფოტოს გადაიღებ. ადამიანები, რომლებიც იმიტომ მოვიდნენ ტრადიციული ბიზნესიდან, რომ თავისუფლება უნდათ. მოგზაურობა მეუღლესთან ერთად, მოგზაურობა შენ თანაგუნდელებთან ერთად, ურთიერთობა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან, სხვადასხვა ღონისძიებებზე და ძალიან ხალისიანი ცხოვრება. რა თქმა უნდა, შედეგებიც არის, ნახეთ როგორი საოცარია აკნეზე, ეს ჩემი პირადი შედეგია. ეს ფსორიაზე ნახეთ როგორი შედეგი დავდეთ, ეს ალერგიაზე წვრილი გამონაყარიდან სრულიად გაწკრიალდა კანი. მაგრამ მე ხა სულ სხვა იდეით ჩამოვედი ბოლო ღონისძიებიდან, მე საერთოდ სხვა მიზნებით ჩამოვედი, იმიტომ რომ რამე იპყრო ჩემი ყურადღება, როგორ გამოდიოდნენ ლიდერები, როგორ ბალეშიკობდნენ მათი სპონსორები და აბა როგორ აცილებდნენ სცენაზე და მე სწორად ეხლა ეს მინდა, რომ ჩემი გოგოები გახდნენ წარმატებულები, მათ წარმატებაში ჩემი პატარა წვლილი მაინც შევიტანო და ისინი თითოეული მათგანი სხვადასხვანაირები და განსაკუთრებულები არიან. ასე რომ, თუ ძიებაში ხარ, თუ ფიქრობ ნეტა რეალურად რა არის და კიდევ არ მოვტყუდე, გჭირდება ექსპერტის რჩევები და მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ დავჯდეთ, ეს ხო არაფერის გავალდებულებთ. ეგება შედგეს ჩვენი ტანდემი, შემოუერთდეთ ჩვენ განსაკუთრებულ გუნდს, რომელსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს. მე ჩემი წითელი ხალიჩა მივიღე. მე ვარ პირველი ქართველი მასტერი კორა კლუბის 26 წლიან ისტორიაში. ანუ მე ვიცი ეს როგორ გავაკეთო და დღეს ვეხმარები სხვებს. ანუ შენ მარტო არ იქნები, გეყოლება შენი საკუთარი სპონსორი, ნასწავლნიკი, კოუჩი. ასე რომ თუ მართლა ძიებაში ხარ, მოცადო თავი ქსელურ მარკეტინგში და ასე წინამძღოლთან ერთად, მე შენ გელი, ეხლა შენი დროა.